ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატები მიმდინარეობს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, იქამდე ჩავარდა ყველა შესწორება, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააყენა. დოკუმენტის მიხედვით მოთხოვნა ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. ვადა რეჟიმს აპრილამდე აქვს. ამაზეა დამოკიდებული ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა. დებატებზე ისმის უმწვავესი განცხადებები ქართული ოცნების მიმართ. გიორგი კიკაბიძე მოგვიყვება ამ დებატების მიმდინარეობის შესახებ. დიახვალ, დღეიდან მხოლოდ დამსწრე სტატუსით რეჟიმის წარმომადგენლები პასეში წევრობას მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებენ და ამ მოცემულობასაც დაემშვიდობებიან თუ სამ თვეში ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავენ. პირობებს შორისაა უკვე როგორც აღინიშნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება რეჟიმმა უკან აპრილამდე უნდა დაიხიოს. თუ დათქმები არ შესრულდება, პასედან გარიცხვამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი ღარჩება. ამ გადაწყვეტილებამდე გაიმართა დახურულ ფორმატში მონიტორინგის კომიტეტის სხდომა და როგორც სინაბოკვიჩავა აცხადებს, თეატრულოკიანს სხდომის დატოვება მოსთხოვეს, რადგან მისთვის მიუღებელი იყო ის პირობები, რომელიც უცხოელ პოლიტიკოსებს ჰქონდათ. ლიმიტირებული უფლებამოსილებები ჩვენთვის არანაირი წუხილი საფუძველი არ არის, ირწმუნება წულუკიანი და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს. ამ წუთებში კი უცხოელი პოლიტიკოსები დებატებისას დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკობენ, აცხადებენ, რომ სახეზეა შეტევა მედიასა და სამოქალაქო სექტორზე. მათივე თქმით აუცილებელია ყველა დანაშაული იყოს გამოძიებული და პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. გამომსვლელებმა ახსენეს მზია ამაღლობელი, რომელიც საპატიმროში მე-18 დღე რაც შიმშილობს. მოვუწოდე ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა აქტორის ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, რომ მოაგვაროს ეს ხარვეზები და შექმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ნამდვილი დემოკრატიული არჩევნების შესაბამისი იქნება და ის უნდა გამოცხადდეს უახლოეს თვეებში. ეს ვერ დაიწყება პოლიციის მხრიდან სასტიკი ქმედებების, არაადამიანური მოპყრობის, სისხლის სამართლის საქმეების პირობებში დემონსტრანტების, ჟურნალისტების და აქტივისტების მიმართ, ასევე ოპოზიციაზე რეპრესიების მოწყობის პირობებშიც. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ დაუყოვნებლივ დაასრულონ ეს პრაქტიკა და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ჩვენ მხოლოდ შეშფოთებული არ ვართ, ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ და ვიღებთ კიდეც ზომებს. გვექნება პასუხი, როდესაც დაუბრუნდებით აპრილში. მე ამას ვუწოდებდი წევრობას თავდებით შეზღუდული უფლებებით. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ძალადობა, დასაჯოთ მათი ჩამდენები, გაათავისუფლოთ ისინი, ვინც პოლიტიკური მოტივით არიან ციხეში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო მზია ამაღლობელი. მე ვნახე ვიდეო და რაღაც ხუმრობაა რა არის მისი ბრალდება. რა უნდა იყოს სასჯელი. ვნახე ფართოდ გავრცელებული манипуляცია არჩევნებზე. ხალხმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ უხდიდნენ ადამიანებს ფულს, როგორ ზეწოლას ახდენდნენ ამ ორჩევლებზე. ამ კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა არჩევნებია. საქართველოში ვითარება ძალიან სწრაფად გაუარესდა დღეს. საქართველო ცხოვრობს ქართული კოშმარის რეჟიმის პირობებსა და კოშმარის რეალობაში. ეს ინსტიტუტი შეშფოთებით ადევნებს თვალს ამ პროცესებს, ოპოზიციის ლიდერთა პოლიტიკური ნიშნით დევნას, თავდასხმებს თავისუფალ მედიაზე. მიიღეს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიას. ჩვენ ვხედავთ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც იყენებენ დემოკრატიას საკუთარი სახეების დაფარვის მიზნით. ზურაბ ჟვანიამ წლების წინ განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ამ დარბაზიდან ელის მნიშვნელოვან გზავნილს და ეს ეხება დღევანდელ დღესაც. ქართველი ხალხი ელის ჩვენს გზავნილს თავიანთ ბრძოლაში. ჟვანიას განცხადებიდან 26 წლის შემდეგ პრორუსი ოლიგარქი და მისი მარიონეტები ატარებენ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების ოპერაციას. ეს ვნახეთ ბელარუსში, უკრაინაში იანუკოვიჩის მმართველობის დროს და რა თქმა უნდა ვნახეთ პუტინის რუსეთშიც. Იბრძალი საქართველო. This is the moment. საქართველო გაუმარჯოს. ეს დებატები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და საინტერესო საყურებელია. ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტი სტრასბურგში კრახით სრულდება. ეს ოფიციალურად ცოტა ხანში კენჭისყრის შემდეგ აფორმდება, როდესაც დებატები დასრულდება. ყველა გამოსვლელი სასახად საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.